ერთად გადაცემის პირველი ბლოკი კი როგორც გითხარით დაეთმობა განათლებას და იმ ინოვაციებს და იმ სიახლეებს, რასაც მუდმივად ბიზნესი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თავაზობს ბაზარს თავისი კონცეპტუალური ხედვების პრიზმაში. რა თქმა უნდა და დღეს კონცენტრირდებით BTU AI-ის მიმართულებაზე, რომელიც ნამდვილად რევოლუციური, ნამდვილად ძალიან საინტერესო პლატფორმაა და შესაბამისად ამ ყველაფრის საგანმანათლებლო სიღრმეებს უკვე ბიზნესი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამფუძნებელთან მიხეილ ბატიაშვილთან ერთად მიმოვიხილავთ. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა რომ ხართ ჩვენს გადაცემაში და მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის რომ როგორც წესი უნივერსიტეტის ეგიდით ძალიან საინტერესო იმპულსებს და ინოვაციებს უშვებთ ბაზარზე და ამ შემთხვევაში BTU AI-ც არის ამ ყველაფრის ძალიან კარგი ილუსტრაცია. შესაბამისად ესე ვთქვათ, აი ინოვაციური სასწავლო გარემო, სადაც ამ შემთხვევაში ინტეგრირებულია რა თქმა უნდა სტუდენტი, ინტეგრირებულია სასწავლო მასალა და ეს ყველაფერი მუდმივად ცირკულირებს ერთმანეთში და რა თქმა უნდა BTU AI-ის პლატფორმის გამოყენებით ხდება ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო ოპტიმიზაცია. ჩვენი მაყურებელი უფრო მეტ კონკრეტიკას თქვენგან ელის, შესაბამისად გისმენთ ყურადღებით და შემდეგ განვავრცოთ ეს საკითხი კონცეპტუალურად. დიდი მადლობა ბატონ სანდრო მოწვევისთვის. მინდა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმას, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენც ძალიან ხშირად გვისაუბრია. კი ბატონო. იგივე თქვენ ეთერში და უნივერსიტეტის პარალელურად, ბიზნეს ტექნოლოგიების პარალელურად ვანვითარებთ პროექტს BTU AI-ის, ანუ BTU-ს ხელოვნური ინტელექტის პროექტს, რომელიც ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. და ამას მე კიდევ რამდენიმე სიტყვით გეტყვით, იმიტომ რომ საქართველოს გარდა ძალიან აქტიურად იგივე სხვა ქვეყნებში მუშაობთ, მაგრამ ერთ-ერთი რაც შეგვიძლია ვთქვა, 3 წლის წინ დაწყებული პროექტი, რომელიც 3 წლის წინ დავიწყეთ BTU AI, გახდა არა მარტო ვთქვა ამ განათლების კუთხით, იგივე შეიძლება მაგალითები მოვიყვანო, BTU AI-ის ანალიტიკა, რომელიც დღეს ითვლება, რომ ბიზნეს და ეკონომიკის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანალიტიკური ინსტრუმენტია. გარდა იმისა, რომ მისი სტატიები, ანალიტიკები, კვლევები ძალიან აქტიურად ჩნდება BTU AI-ის საიტზე, ასევე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ მასმედიასთანაც და მისი შედეგებია ერთ-ერთი მაგალითად, რომ ინტერპრესზე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციების განახლება და ერთ-ერთი აქტიური მიმწოდებელია და ნებისმიერ კითხვას ღიად უფასრჩეულია მიიღოს მის მიერ, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული ანალიტიკური მასალა, კვლევითი მასალები, რომელიც ინტერპრესზე. და თან ეს არაერთხელ დაგვიტესტავს პირდაპირ ეთერში. და პლუს კიდე იგივე თქვენ გადაცემაში ძალიან ხშირად აქტიურად სხვადასხვა თემებზე ჩაშენებული ყოფილა. და რეალურად მისი ანუ BTU AI-ის რომელიც არის სუფთა ქართული პროდუქტი, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ანალიტიკური მასალების გამოთქვამაზე, იძლევა იმ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტს ანალიტიკას ბიზნეს და ეკონომიკის კუთხით, რომელიც ფაქტიურად ბევრ მედიას მიეწოდება და ყველასთვის ღია. მეორე ნაწილი, რომელიც ეხა ახსენეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ გამოგვეყენებინა ტექნოლოგიები განათლების კუთხით, რომ დღეს ამაზე ყველა საუბრობს, ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, მაგრამ ეს რო პრაქტიკულად გვეჩვენები, როგორც აი თქვა ანალიტიკის თემაში ვაჩვენეთ, რომ განათლებას თემაში გვეჩვენები რა პრაქტიკულ მაგალითზე და რაც ყველაზე მთავარია ქართულ ენაზე, იმიტომ რომ მოგიხსენებათ ხელოვნური ინტელექტი დღეს საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია. ძალიან აქტიურად იყენებს ბევრი მომხმარებელი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, თუმცა ნუ ქართულ ენასთან დაკავშირებით რაღაც ეტაპზე რაღაც პრობლემებიც არის, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო, რომ პირველ რიგში ქართული განათლების კუთხით შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი. ამიტომ რამდენიმე დღის წინ უკვე შესაძლებელი გახდა ამ დეტალებს კიდევ მე გეტყვით, რომ უფასოდ როგორ უნდა ისარგებლოს ძალიან საინტერესოა, რომ შესაძლებელი გახდა რომ BTU AI-ისგან მიიღოს საგანათლებლო კონტენტი. ეხლა რას გულისხმობს ეს კონტენტი და რა არის ამაში სიახლე და მეირება შეიძლება ესეთი კითხვებიც გაგიშტება, რომ რითი განსხვავდება ჩვეულებრივი ხელოვნება და ასე. ანუ ეს არის ფაქტიურად პირველი შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმავ ქართულ ენაზე, ნუ განათლება როგორ იყო ყოველთვის, რომ ადამიანს იგივე სანდრო თქვენც ვიცი ლექტორი ხართ, საკმაოდ საგანათლებლო პროცესში აქტიურად ჩართული ადამიანი ხართ და აი სტუდენტის კუთხით რო შევხედეთ, აი ლექტორის და უნივერსიტეტის კუთხით კი არა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ერთად, არამედ სტუდენტის კუთხით. აი როგორ ხდება? თქვა ყოველთვის სტუდენტი იძულებულია რომ მოერგოს უნივერსიტეტს, სასწავლო მასალას, ხო, ანუ რაღაც ერთი მიმართულების ვექტორით ხდება ურთიერთობა, რომ ლექტორი კითხავს ლექციას, ან საგანათლებლო მასალას და სტუდენტი ამას მოერგოს. რა თქმა უნდა, ეს საუკუნეებით მიღებული ის არის მნიშვნელოვანი ვთქვათ, განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ერთ-ერთი საბაზისო ღერძია, რაც განათლება, მაგრამ ეხლა ჩვენ მივდექით ამას სხვა კუთხით, რომ აი ხო არ შეიძლება, რომ პირიქით, აი
საგანმანათლებლო მასალა სტუდენტს მოერგოს, ან სტუდენტმა მოერგოს, ანუ პირიქით კუთხით იყოს, რომ თქვა მარტო ლექციას კი არ უსვინო, რა წიგს რო კითხულობ, ხო წიგს როგორ კითხულობ, ხო იღებ წიგს, იქ ბევრი რაღაცა იგივე, როცა განათლების კუთხით კითხულობ, გაუგებარია, რაღაც კითხები გიჩნდება, მაგრამ ნუ იძულებული ხარ კიდევ ერთხელ დაუბრუნდე, ანუ ყველანაირად ერგები წიგს, ყველანაირად ერგები სასწავლო მასალას და ასე შემდეგ. მაგრამ ხო არ შეიძლება პირიქით შეგვეტრიალებინა და ამ გზით წავედით, რომ პირიქით მოერგოს, ანუ სტუდენტის საჭიროებებს მოერგოს, ეს იქნება სასწავლო მასალა, წიგნი და ასე შემდეგ. და აი პირველი ექსპერიმენტები, რაც BTUA-ში ეს სწორედ ამ პრინციპზე დავაფუძნეთ, ის რომ სტუდენტის საჭიროებებს მოერგოს და სტუდენტზე მორგებული იყოს და არა სტუდენტი მოერგოს პირიქით საგანმანათლებლო მასალას და სწორედ BTUA-ის ეს ალგორითმები იმაზე ავაწყეთ, რომ დღეს ეს პროგრამა უკვე მუშაობს ისე იმ კუთხით და აი რამდენიმე მაგალითს გეტყვით, აი თქვა უფრო კარგად რომ მივხვდეთ, ამაში რა იგულისხმება. კონკრეტულად რო ავიღოთ, აი ნებისმიერი თქვა სასწავლო მასალა. ეს იქნება, არ ვიცი, აი ფილოსოფიის კუთხით, ფიზიკის კუთხით, IT-ის კუთხით, ხო აი როგორ არის, როგორ წესი, აი თქვა რაღაც ფილოსოფიას ვსწავლობ და აქვს წასაკითხი მაგალითად კანტის მაგალითად, აი კანტის ერთ-ერთი კი არა, ალბათ ფილოსოფიაში და რაც ჩვენ სამყაროში შექმნა ერთ-ერთი ურთულესი წიგნი არის კანტის წმინდა გონების კრიტიკა, რომელიც წაკითხვა ფაქტობრივად პროფესია, აი მთელი ცხოვრება შეიძლება მიუძღვნა იმას, რომ კანტის ეს წიგნი წაიკითხო და არა და ისეთი წიგნია, რომელიც ალბათ ფიქრობ, რომ ფილოსოფოსების გარდა ბევრი ადამიანისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ურთულესი წიგნია. ან თქვათ იგივე ავიღოთ, თქვათ კვანტური ფიზიკა, ან ალგორითმები დღეს ხო? აი, ხდება სასწავლო მასალები, ან თქვათ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ან წიგნით ვსწავლობ ამ იმითი, რომელიც საკმაოდ რთულია და ამაზე შეიძლება დახარჯოთ რო და იგივე რო გავაანალიზოთ, რამდენჯერ გითქვია რაღაც სწავლაზე უარი. რამდენი ადამიანს უთქვა? ხო, რაღაც რუტინული სპეციფიკიდან გამოდი და რაღაც თქვი რომ ეს რთულია და მე მუსიკას აღარ მიუბრუნდები, თორე ეს ჩემი არ არის სიტყვაზე რა. არ ვიღაც უთქვია რომ აიცი რა, ეს ტექნიკური საგნები, მათემატიკა ჩემი არ არის. ეს უბრალოდ ჩემი არ არის კი არა, უბრალოდ არის სირთულე იმაზე, რომ ის მასალა რაც მიაწოდეს, არ თულად იყო ან სტუდენტზე მორგებული არ იყო, სტუდენტმა დაივიწყა, გადადო და ესეთ მაგალითები ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ. ამიტომ ეს პროგრამა ამას თლიანად ცვლის. ანუ ნებისმიერი საგანი, ნებისმიერი თემა, თქვათ იგივე ჩვენ რო ვახსენებდით, ეხა ფარდობითობის თეორია იქნება თუ ალგორითმების ნაწილი, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა, მაგრამ ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, როგორ შევატრიალოთ ისე, რომ სტუდენტზე მორგებული იყოს და ფაქტიურად კითხვა აღარ დარჩეს. ანუ ხელოვნური ინტელექტი ეხლა ჩვენი რას აკეთებს, რეალურად პირველ რიგში ის იგებს შენ შესაძლებლობას, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ეხლა სანდრო ლექტორი ხარ, იცით რომ ზოგი ადამიანი სწრაფად ითვისებს, ზოგს მეტი ჩაღრმავება ჭირდება. აბსოლუტურად გეთანხმებით. რაღაც კონკრეტული მაგალითები ჭირდება, მაგრამ წიგნი ამას ვერ ეწყობა ხო ყველა ადამიანზე. ლექციაც ყველა ადამიანზე ისე არის რაღაც ერთი სტანდარტული ფორმა. უკვე ამ ხელოვნური ინტელექტით გამოყენებით შენ შეგიძლია, ანუ იმას შეუძლია, რომ შენზე მოერგოს. აი მაგალითად სიტყვაზე, როდესაც მასთან კონტაქტში ხარ და სასწავლო მასალას გაწვდის, ხო სხვადასხვა ალგორითმებით ხდება ის რეალურად, რომ იმისთვის რომ გაიგე თუ არა. გაიგე თუ არა, თუ რაღაცა კითხვები გაქვს კიდე დარჩენილი, რაც შეიძლება მეტი მაგალითით, ან როგორ გაგიმარტიოს ეს ახსნა. აი მაგალითად ზოგისთვის ახსნა არის რაღაც, თქვათ, უფრო მეტი თეორიული ნაწილი, რომელიც შეიძლება სწრაფად გაიაროს, ვიღაცას მეტი მაგალითი ჭირდება. კი ბატონო. ზოგ შეიძლება სხვა სფეროებიდან ჭირდება ზოგადად მაგალითი, ვიდრე იმ კონკრეტული სფეროდან, რომ ეს განაზოგადოს ეს ცოდნა და მისთვის გასაგები გახდეს რა. ანუ ფაქტიურად ეს ჩვენი BTUA აკეთებს იმას, რომ ერგება იმას, ანუ იგებს, როგორი თქო სწავლების უნარები გაქვს, რეალურად სად გაქვს იქ სუსტი წერტილები, ან ძლიერი მხარეები და პროგრამა მთლიანად გადმოეწყობა ამას და აი ნებისმიერი თემა, რომელიც ვახსენეთ, ხო აი თქვა სიტყვაზე ინფორმაციის თეორია, ხო? აი მას შეუძლია, თქვა ინფორმაციის თეორია, ალგორითმები მოარგოს შენი სწავლების უნარს. ანუ შენ როგორი მაგალითებით რა ტემპით სწავლობ, რა მოცულობებით სწავლობს, ანუ მთლიანად შენზე ხდება გადმოწყობა და თქვათ ესეთი გადმოწყობილი იმითი გაარწმუნებ ჩვენ შიდა გამოცდებსაც ამ პროგრამას რაც უტარებდით, ვნახეთ რომ აი ესეთი ურთულესი თემები ხო აი რომელიც ხა აი კანტი ვახსენეთ, აინშტაინის ფარდობითობის თეორია იმენად სახალისო შეიძლება გახდეს
და ეს არ არის ჩვეულებრივად რომ აი პოპულარულ ენაზე აგიხსნას. კი, იწყება მარტივად, მაგრამ გარწმუნებ იმდენად რთულდება და ეტაპობრივად იმდენად ართულებს, რომ იმ ამოცანას ასრულებს, რომ შენ მიგიყვანოს შედეგამდე. ანუ იმ სფეროში მოგცეს ის მაქსიმალური ცოდნა, რეალურად რომელიც შენ უკვე როგორც პროფესიონალს ჩამოგაყენებს. აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს გზა როგორ გაიაროს ყველაზე ეფექტურად და დღეს ეს არა მარტო განათლებისთვის, ეს ზოგადად განათლებისთვის საუკუნეებით დიდი გამოწვევაა და ძალიან მოხარული ვართ, რომ ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩვენ ჯგუფთან ერთად შევძელით ის, რომ შევქმნით ისეთი და კიდევ ერთხელ ხალხს ვთქვი, ქართულ ენაზე შესაძლებელია ნებისმიერი სასწავლო მასალის, ნებისმიერი წიგნის, სალექციო კურსის სწორედ მასში ატვირთვა და ხელოვნური ინტელექტი უკვე მოგიბრუნდება შენ, გასწავლის ეტაპობრივად და გარწმუნებ, რომ ეს ცოდნა, ეს ენა შეეხება, უცხო ენის ცოდნა შეეხება, თუ როგორც ვახსენეთ, ფიზიკიდან დაწყებული ნებისმიერ ინფორმაციის თეორიით, თუ ხელოვნური ინტელექტის სწავლით შეუძლია, რომ აი ამ გზით განახორციელოს. ძალიან მაგარი და ძალიან ესე ვთქვათ რევოლუციური პროექტი არის. თან მით უმეტეს ანუ დავაზუსტებ ახლა რამდენიმე კომპონენტს, ანუ ინდივიდუალურად არის მორგებული თითოეული ბენეფიციარის შესაძლებლობებზე და შესაბამისად შეუძლია რომ მას აქეთ დაუბრუნოს უკურიაქცია თითოეულ სტუდენტს პირობითად, ვისაც სურს რაიმე დისციპლინის დაუფლება და ასე შემდეგ. როდიდან მოხდება თუ ჩაშენებული არის უკვე რეალურად გაშვებულია უკვე? სანდრო მუშაობს დაფუძნებული არის ChatGPT-ის პლატფორმაზე, ChatGPT-ის აპლიკაციების ნაწილში BTUA შეუძლიათ მოძებნონ და უკვე ვისით ისარგებლონ უფასოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ვახსენეთ. ну, რა თქმა უნდა, ყველანაირად ეხა ხელს შეუწყობთ, რომ ჩვენ სტუდენტებს, ჩვენს ლექტორებს, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომ წვდომა კონდეს და მაქსიმალურად დავეხმაროთ ტრენინგებით, გაცვენთ უმარტივესია მის სარგებლობა გარწმუნებთ, მაგრამ დავეხმაროთ ამაში, რომ აითვისოთ, თუმცა ეს ღია ნებისმიერი მსურველისთვის, ეს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი იქნება, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი და გარწმუნებთ, რომ აი როგორც ვახსენეთ, ენის ცოდნიდან დაწყებული ნებისმიერი სფეროთი გამოადგება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეს განათლებისთვის როგორც ვახსენეთ, რომელიც მართლაც ინოვაციური და უნიკალური. თან მით უმეტეს ეხა აი გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გავიღებთ ბატონო მიხეილ, ანუ ჩვენ რეალურად ვაბიჯებთ და შევაბიჯეთ უკვე დიდი ხანია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და შესაბამისად, აი დღეს არსებული პროფესიების თუნდაც, ხო? აი პრომპტ პროფესიები პირობითად, რომელიც დღეს მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებად და რა არის პრომპტ პროფესია, ხო? ვინ არის პროფესიის წარმომადგენელი, ვინც სწორად ეკომუნიკაციება და ეურთიერთება პირობითად ხელოვნური ინტელექტს. შესაბამისად, ეს პლატფორმა მათ შორის ბენეფიციარებსაც დაეხმარება იმაში, რომ სწორად დაუსვას კითხვა AI-ს და სწორად მიიღოს მისგან შესაბამისი უკურიაქცია და გაიბას ხიდი რეალურად ამ შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა გამოცვლის პრიზმაში. აი, მიზნებზე მინდა აუცილებლად კითხოთ. ახლა ეს ერთი პატარა პასაჟი არის ზოგადად, რაც თავიდან ბოლომდე დარწმუნებული ვარ დევს ამ ერთიან სტრატეგიაში. აი, ჯამში რა არის აი ამ BTU AI-ის პლატფორმის მიზანი, რომელიც ძალიან საინტერესოდ ისტარტება და აი სათხედავთ უკვე აი ამ პლატფორმას ხვალდაზე. ასევე მინდა კითხოთ, რა თქმა უნდა კონფიდენციალურობის დაცვით და ყველანაირი ასე ვთქვათ ინტელექტუალური კომპონენტის დაცვის პარიტეტით. გლობალურობის კომპონენტი ახსენეთ და თუ არის შესაძლებელი რომ გავამხილოთ პირობითად აი ეს გლობალურობის პრიზმას და ვერტიკალს. ბატონო, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ბატონ სანდრო, ფიქრობთ რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია რომ ყველა ის თანამედროვე სოფლიო ტექნოლოგია, რომელიც არსებობს, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოში და ყველაზე მთავარი რაც არის ადაპტირებული ქართველი მომხმარებლისთვის. ეს შეეხება როგორც ენის კუთხის, კონტენტის შექმნის და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი მიზანი BTU-ი როგორც უნივერსიტეტის პროდუქტის არის რეალურად ის რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ყველა ნებისმიერი სერვისი რაც გვაქვს არის უფასო, იგივე მედია საშუალებებსაც რაც ვაწვდით ამ ანალიტიკებს, ანუ რაც ვახსენეთ, ყველანაირი ის არის იმისთვის რომ გავხადოთ ხელმისაწვდომი ესა და რაც თავარია როგორც ვახსენეთ, ეს იყოს ქართულ ენაზე კონტენტი იყოს, იმიტომ რომ მაღალი ხარისხის ეს განათლება იქნება, თქვათ იგივე ანალიტიკა იქნება, ნებისმიერი ესეთი მართლაც პრობლემა არ არის ვიტყოდი, მაგრამ დეფიციტია ამ სფეროსში და ამიტომ ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის. თუმცა ერთხელს გავუსვამთ და შეიძლება კითხვა გავიგოთ, აი რითი განსხვავდება ჩვეულებრივი აი GPT-სგან ან სხვა AI-ისგან, თქვა, ხო რომ რა შეუძლია ამას ისეთი, რაც იმას არ შეუძლია რა. დაახლოებით კვლევა რომ ჩავატარეთ განათლების კუთხით, ხო, ესეთ შედარება რომ გავაკეთეთ, აი
დაახლოებით რომ ავიღეთ სადღაც 50-ზე მეტი შესაძლებლობაა განათლების კუთხით და ქართული ენის კუთხით, იმიტომ რომ სტუდენტზე მორგება, სტუდენტის საჭიროებებზე მორგება, გაიგე თუ არა, უფრო გაგიმარტივოს თუ არა, ვთქვათ რაღაც ის საგანათლებლო მასალასაც გათვლის ტემპი უფრო მეტი მოგაწოდოს, იმიტომ რომ ატყობს ესეთი რეალურად დღევანდელ ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია და ეს სწორედ ჩვენი ტექნოლოგიური სიახლეა და ეს ადრეც საუბრობდით ეს ერთ-ერთი პლატფორმა გვაქვს ეს ადამიანის გაგების უმანოესი რომელიც მართლა უნიკალური პროდუქტია და ეს ავტომატურად იმ თემას რაც ახსენეთ რომ ბევრი ხა კონკრეტული იმისგან ჯერ თავშევიკავთ ძალიან აქტიურად მუშაობთ სოფლიოს ბევრ ძალიან წამყვან კომპანიებთან რომელსაც ვაწვდით ამ მასალებს მიწოდებელი ვართ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ძალიან გვიხარია რომ იგივე ჩვენი სტუდენტები, იმიტომ რომ აი ამ პროექტში ტექნიკურ ნაწილში უმეტესად კი ჩვენი BTU სტუდენტები არიან აბსოლუტურად ჩართული და გარწმუნებთ რომ ჩვენი სტუდენტები ბევრ რამეს უცხოეთში სხვა ამ სფეროს სპეციალისტებსაც კი მართლა გაკურვებული ჩნდებიან, იმდენი რამე შეუძლიათ და იმდენად ნიჭიერი ახალგაზრდები ყავს საოცარი და ჩვენი მიზანიც ეს არის რომ აი ეს ეტაპი რაც დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებში რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ქართული ცოდნით, ქართული ტექნოლოგიებით შევიდეთ და ამის მაგალითები გვაქვს ძალიან მალე ამის კონკრეტულ შედეგებსაც გაჩვენებთ. გეგმავთ ძალიან საინტერესო რაღაც იქერთობლივ იმას ღონისძიებებს უცხოეთში და ყველაზე მოხარულიაც ვიქნებით რომ აი ქართული ცოდნის, ქართული ტექნოლოგიის ექსპორტი მოვახდინოთ უცხოეთში, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ეპოქაში ცოდნის და ტექნოლოგიის ექსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაწყვეტი და ამიტომ ის რაც ახსენ ჩვენი მიზანი რა არის ეს არის სწორედ სანდრო რომ მივიცეთ ყავს ძალიან მაგარი ბავშვები ძალიან მაგარი სტუდენტები იცნობ შემათ ბევრი ზოგი ვიციოთ რომ ჩვენთან მუშაობენ ზოგი სასწავლი და ჩვენი მიზანიც ეს არის რომ ესეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს მივიცეთ მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობა მიიღონ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ცოდნა მეორე გამოიყენონ ეს ცოდნა და გახდნენ საქართველოს ქვეყნის მხრიდან ამის ექსპორტიორები, რაც ვფიქრობთ, რომ კი არ წავიდნენ სადღაც. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება იყო ჩვენთან, იმუშაონ საქართველოსთან და ექსპორტი განახორციელონ აქეთ. ამიტომ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის და უნივერსიტეტის პარალელურად BTU-ის პროექტი სწორედ აქეთკენ მიდის, რომ გახდა პლატფორმა, რომელიც საქართველოში უკვე დიდი მიმწოდებელია და უცხოეთშიც უკვე დაიწყეთ მიწოდება, რომ მაქსიმალურად გავავრცელოთ ეს ჩვენი შესაძლებლობები მივაწოდოთ ყველას, ვისაც ამის მოგლეს ესე იგი ჩვენი საუბარი მიღმა იმისა რომ იყო ინფორმატიული და მიღმა იმისა რომ დაეთმო ძალიან საინტერესო კონცეფციაზე საუბარს, მათ შორის აღმოჩნდა ძალიან კარგი ინსპირაციის წყაროც. იმიტომ რომ ჯამში აი ამ მიმართულებებით და აი თუნდაც იმაზე საუბარი რა დღირს რომ საქართველოს ამ შემთხვევაში საქართველოში საგანმანათლებლო ტექნოლოგიური ჰაბი BTU ხდება რეალურად ექსპორტიორიც მათ შორის საკუთარი ცოდნის, გამოცდილების და ტექნოლოგიების რაც მთავარია და მართლა სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ თუნდაც იგივე დასავლეთის წამყვან ეკონომიკებსაც თუნდაც და პლუს ამას შევქმნათ სივრცე საქართველოში სადაც ადამიანს შეიძლება დასაქმება და შეიძლება სწორად და გამართულად ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა პროფესიების ჭრილში. და ბოლოს აი ჩვენი საუბრის ბოლოს აი მოკლე რეზუმე მინდა ამ შემთხვევაში დავსახოთ აი ამ პროგრამის უკვე განვითარების ფაზები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი მათ შორის საგანმანათლებლო უნივერსიტეტიც გადაიღებს ამ პლატფორმას და ამ შემდეგ, მაგრამ რეალურად თავარი გასაღები ტექნოლოგიური განვითარების ეს BTU-შია. და შესაბამისად აი როგორ ელით და რა პრიზმაში ხედავთ აი თუნდაც იგივე ადგილობრივ ეკოსისტემაში აი ამ პროექტის განვითარებას. აი რამდენად ადაპტირდება ის ზოგადად საგანმანათლებლო მიმართულებით ჩვენთან საქართველოში. რა თქმა უნდა და ძალიან ხშირია მათ შორის კერძო სექტორიდანაც ინტერესი. სხვადასხვა ესეთ საგანმანათლებლო, თქვათ ის გადამზადებებს შეეხება, სხვადასხვა კურსების მომზადების, რომელიც ფაქტიურად ყოველ დღე არ არსებობს, რომ ჩვენ უნივერსიტეტს არ მომართონ სხვადასხვა კომპანიებმა, რომელიც გულისხმობს სპეციალიზაციას, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის დარგში, რომელიც ამდენი წელია ძალიან აქტიურად ვართ ჩართული, ჩვენს იგივე ევროპელ პარტნიორებთან ერთად და რეალურად რო ვთქვათ, აი დღე არ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად შევქმნათ ამ საგანმანათლებლო სხვადასხვა იმ საშუალებებთან, როგორც არის ტრენინგი, ადამიანს არაფერი არ შეცვლის. ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმას, რომ ეხლა ჩვენ შევქმნით ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს ჩაანავს. არა. ეს არის უბრალოდ კარგი ინსტრუმენტი. აი ეხლა ჩვენ რაც ვახსენეთ ეს ტექნოლოგია, რომ
დაგეხმარო სანდრო როგორც ლექტორს მაგალითად ანუ შენ გამოიყენო ეს BTUI-ის ეს რაც ვახსენეთ როგორც ტექნოლოგია რომ დაეხმარო შენს თუ ეს უბრალოდ კარგი ინსტრუმენტია ეს თავარი რა თქმა უნდა რჩება ადამიანი ამიტომ ადამიანი როგორც იყო ისევე იქნება ერთ-ერთი თავარი ღერძი და მათ შორის განათლებაშიც უბრალოდ ეს არის კარგი ინსტრუმენტი დამატებითი ინსტრუმენტი აი წარმოვიდგენთ როგორც გაჩნდა ინტერნეტი ხო როგორც გაჩნდა რა ვიცი Word-ი ელექტრონული წიგნები ხო ესეც ხელოვნური ინტელექტი ამ სფეროში ეფექტური ხელოვნური ინტელექტი ესეც არის დამატებითი ინსტრუმენტი და აი ჩვენი მიზანიც ეს არის რომ საქართველოში ეს ზოგადად სტუდენტების განათლება შეეხება ხო თან როგორც დღეს კი არა ზოგადად მიღებული ეს განათლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი თავარი თქვა კადრების განვითარებაში ერთ-ერთი თავარი ღერძია და ვექტორი და სწორედ აი ამ ნაწილში როგორ უნდა ითამაშოს ტექნოლოგია მნიშვნელოვანი როლი. ის არის დამხმარე საშუალება, საუკეთესო დამხმარე საშუალება, იგივე დღეს რაც შევქმნით, განათლების კუთხით, იმიტომ რომ მართლაც ანალოგი არ გააჩნია და ეხმარება იმაში, რომ ეს თქვენ სტუდენტს იქნება ან ნებისმიერი კომპანიის თანამშრომელს, რომ თქვა აი ხვალ შეიძლება გადაწყვიტო აი დღეს მუშაობ, რომ აი მინდა ფინანსების უკეთესად სწავლა. ჭირდება მეტი ცოდნა რაღაც კადრების მართვის მიმართულებით ან იგივე ხო დღეს ძალიან ესეთია პოპულარულია მოდაში IT-ის მიმართულებით ხო ეხა ყველაზე მაღალ ანაზღაურებაში ხო აი შეიძლება რაღაც კურსებიც აიღო პლუს ეს ტექნოლოგიაც გამოიყენო რომ დღეს ძალიან ბევრი საშუალება არსებობს და თარას თქვით ეს რაც ვახსენეთ ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან უფასოა რეალურად ხო ანუ ყველანაირი ხელმისაწვდომია ამიტომ თავარია რაღაცა მიზანი დაისახო იყო მოტივირებული რომ რაღაცა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თორე ყველანაირად დავეხმარებით ჩვენც ნებისმიერ ადამიანს რომ მიიღოს მეტი ცოდნა გახდეს წარმატებული და საქართველოში ყავდეს რაც შეიძლება ბევრი წარმატებული ბიზნეს ლიდერი რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის განვითარებას ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ აი ძალიან საინტერესო საუბრისთვის და აი ამ კონცეფტის პრეზენტირებისთვის პირდაპირ ეთერში ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ არაერთ ეთერს დაუთმობთ ამ თემას და დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ კიდევ არაერთხელ. დიდი მადლობა ბატონო. ბატონი მიხეილ ბატიაშვილი